მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღის შეჯამება კვლავაც ეთერშია. აი დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ ღირს თუ არა საერთოდ გაგრძელება ჩვენი გადაცემების ციკლის იმ ფონზე, როდესაც არანაირი ხელშეწყობა არავის მხრიდან არ არის. და დაუსვი ეს კითხვა ჩემ თავს და აქ მოსკოვშიც და თბილისში, როდესაც ადამიანი გრძნობს უდიდეს სიყვარულს, უბრალოდ ვალდებული ხარ, რომ თუ რაღაცა თუ კიდევ რაღაცა ოდნავ მაინც შეგრჩა, აი რაღაცა რესურსი რამე არსებობს, აი ეს რესურსიც უნდა გამოყენებული იქნას, რომ შენ გააგრძელო შენი ბრძოლა იმისათვის, რომ ადამიანებს სიმართლე უთხრა. ჩვენ გუშინ კარგად მოგეხსენებათ, დავიწყეთ გადაცემათა ციკლი. ჩვენი რეპორტაჟი იყო მონასტრიდან, რომელიც არის ქართველთა საძვალე და სიმართლე რომ გითხრათ, ეს იყო ჩემთვის ამაღელვებელი და აი ესეთ ჩვენ გადაცემებს ხშირად შემოგთავაზებთ. აი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო მიტროპოლიტის თეოდოროს მიერ გაშლილი ტრაპეზი, სადაც ჩვენ იქ ფაქტობრივად, არ ვიცი, ნახე ეს ადამიანი, უდიდესი პიროვნება მიტროპოლიტი რუსეთისა, რომელიც სიმართლე რომ გითხრა, ქართველზე უფრო ქართველი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ისეთი სიყვარულით საუბრობდა ეს ადამიანი საქართველოზე, ისეთი აი რაღაცა სითბოთი რომ და ისეთი აი დამუხტული გამოვედი იქიდან, აი რაღაცა ისეთი აი ძალით და ეს ძალა შემდგომში აი არ ვიცი აისახა შემდგომ სხვადასხვა რამეში რომ არ ვიცი აი ასეთ რაღაცებს ეხა ჩვენს გარდა სხვა ვინ შემოგთავაზებთ იმ მეფეთა საძვალესთან დაკავშირებით გადაცემას, იქაურ აურას, ბევრს გული გაუთბა აი ამის ირგვლივ. ამას სხვა არავინ არ გააკეთებს აქ და ჩვენც ვალდებული ვართ, რომ ჩემი პოზიციები, რეპორტაჟები გადმოგცეთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აი პირადად მე ამას ვაკეთებ მართლა ენთუზიაზმით, ყოველგვარი დახმარების გარეშე და ვალდებულად ვთვლი, რომ ვიყო თქვენი ერთგული. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი გადაცემები უკვე ტელევიზიის საშუალებით არ გადის და გადაიცემა მხოლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით, ჯერჯერობით. იმიტომ რომ ჩვენ არ აქვს საშუალება იმისა, რომ თანხები უხატოთ ტელევიზიებს იმისათვის, რომ საეთერო დრო ვიყიდოთ. ზოგიერთი ტელევიზიისგან გამიკვირდა ისე, რომ აი რაღაცა ესეთი დაბალ ბიუჯეტიანი ტელევიზიებს მიუმართეთ ჩვენ, რომ ჩვენი გადაცემები მათ ბადეში მოხვედრილი იყო. სიმართლე რომ გითხრა, აქით უნდა გადაგვიხადონ ფული, როდესაც მაღალი პროდუქციას სთავაზობ თან რუსეთიდან, თან უამრავი ადამიანი უყურებს და იცით რა გამაკვირა, თანხა შემოგვიშ, თანხა გადაგვიხადეთ თუ აი ეხლა მე არ ვიცი, ეხლა კიდე აი რაღაცა რეიტინგის მქონე ტელევიზია შეიძლება კიდე კაცმა რაღაცა იქ როცა ისინი საბაზრო კუთხით უყურებენ ყველაფერს გადაუხადონ, მაგრამ არ ვიცი აი ცალიკარი რო არა აქვს ტელევიზიას და რაღაცა ჩაისაყარაულო პუნქტს რო გავს და არავინ კაცი რო არ უყურებს იმას, ხო? იმან ბოლო-ბოლო ფული თუ არა ელემენტარულად უნდა დაგითმოს ეთო, რომ თვითონ თავისი რეიტინგიც გაიზარდოს, მაგრამ რა არის, ცით ახლა ვიღაცებს გონიათ, რომ მე რომ მოსკოვში ვარ, აქ მე კრემლი მაფინანსებს, პუტინი მაფინანსებს, ვიღაცას გონია, რომ მე რაღაცა ოქროს კოშკები ამიგეს და ამიტომ ვალდებული ვარ, რომ იქაც ვიღაცებს რაღაცა ხელი მოუმართო. იცით რა არის, თქვენ თუ გინდათ მე უამრავი ადამიანი მირეკავ და მეუბნებით, რომ გსურთ ჩვენი გადაცემების ხილვა, ამისათვის თქვენი მხარდაჭერაც არის საჭირო, იმიტომ რომ ტელევიზია რეკლამის გარეშე, ფინანსების გარეშე არ არსებობს. ეხლა მე მაგალითად ძალიან ბევრ გოსდუმის დეპუტატთან, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან შემიძლია შეხვედრა, მაგრამ ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეხლა ტელეფონით უნდა გადავიღო, ტელეფონის საშუალებით ვიღაცას დავაჭერინო, აი მაგალითად ეს ტელეფონი Samsung S23 Ultra სიტყვაზე და ამის საშუალებით სხვათა შორის ამას მიუმართავდი რამდენჯერმე, მაგრამ
ცოტა არ იყოს ეხლა აი რაღაც ღირსების შემლახველიც არის და თან კიდე ვერ გააკეთებ ისევ გადაცემას. ერთხელ მახსოვს გავრილოვს შევხვდით კარგად იცით ეს ადამიანი სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარეა და გავრილოვის ღამეც გახსოვთ ალბათ ნაცებმა რომ მოაწყვეს და ეს კაცი საქართველოში პოპულარულია, საქართველოს შეყვარებულია და ვიყავი მასთან, ესე იგი, ინტერვიუს ჩასაწერად და რო არავინ არ იყო, თვითონ ტელეფონის დამჭერიც კი იმას უთხარი რა, მის თანაშემწეს, რომ აი ეს დაიჭირეთ მეთქი და გადაგვიღეთ მეთქი. ესე იგი, ამ ქალბატონმა ნუ არ იცოდა ეთყობა ეს რაღაცა ელემენტარული ოპერატორის ის ნიჭი არ ქონდა და აი ეს ატრიალა აქით და ძალიან კარგი ინტერვიუ იყო, მაგრამ ადამიანებს თვალები დაეღალათ იქით იმითი კადრების გადანაცვლებით და ცოტა არ იყოს ეხლა ის იყო გარკვეულწილად დამღლელიც იყო, იმიტომ რომ ხა თვალი იღლება ადამიანის. ეხა იმან რა იცის მაყურებელმა, ეხა ხარისხი მაღალი აქვს. ეხა სიმართლე რო გითხრათ, აი ამ ტელეფონით გადაღებულს უფრო მაღალი ხარისხი კონდეს, შეიძლება ვიდრე დაბალ ბიუჯეტურ კამერით გადაღებულს, მაგრამ ეხა იმას რა შეაინტერესებს მაყურებელს, ვინ იღებს, იმას უნდა პროდუქცია მაღალი ხარისხის და ზოგჯერ ტელეფონის აი დაჭერის პრობლემაც როა, იმიტომ რომ მე აქ ხო მარტო ვარ, მეგობრებო, თქვენ გავიწდებათ, რომ მე აქ ვსწავლობ ასპირანტურაში და ჩამოვედი იმისათვის, რომ აქიდან მაინც გადაცემების ციკლი შემოგვეთავებებინა. მე რაღაცა რამდენიმე თვე შევძელი, რომ ჩემი გარკვეული პირადი დანაზოგით TV4-ზე რაღაცნაირად აი გასულიყო ეს გადაცემები, მაგრამ შემდგომში ხა მე აღარ მაქვს იმის საშუალება, რომ რაღაცნაირად ეს უზრუნველყო და ამიტომაც არა მარტო ტელევიზიის სოციალური ქსელითაც რომ იმაუწყებლო ჩვენმა გადაცემამ ხარდაჭერა ჭირდება. შეუძლებელი ადამიანი ხა ოპერატორი იყოს, ხა ჩემს თქვენ რო ხა მე მიყურებთ კამერას, ოპერატორი კი არ იღებს, დგას კამერა და მე მიიღებს ეს კამერა და თან მონტაჟსაც ჩვენ მე ვახორციელებ. ანუ იცით რა არის, ეს არის აი იმ რეალობის შედეგი და რომელიც არის შექმნილი. აი ეს არის რუსულ-ქართული ურთიერთობების საპირწონე და გარკვეული ბარომეტრი რა მდგომარეობაშიც იმყოფება რუსულ-ქართული ურთიერთობა, აი იმ მდგომარეობას პასუხობს ჩვენი ტელევიზიის გარკვეული აი მდგომარეობაც, იმიტომ რომ ტელევიზია, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება, არ ყავს არც ოპერატორი, არც აყავს არც მონტაჟი, არ ყავს არც დამფინანსებელი, რომ გავიდეს ეს ტელევიზია ეთერში. აი ეს არის ქართულ-რუსული ურთიერთობები და მე მიკვირს ზოგიერთებს, რომ ლაპარაკობთ, რომ პრორუსი ბიზნესმენი. ესეთი ცნება არ არსებობს, მეგობრებო, ეს არის გამოგონილი და ვიღაცეები თავს იქმნევენ თავს, მეცენატი ვარ, ბიზნესმენი ვარ. შედალოცულო, შე თუ ბიზნესმენი ხარ და მეცენატი ხარ, მოდი გააკეთე ტელევიზია. ჩვენ ხო არ გთხოვთ, რომ ჩვენ დაგვაფინანსო. ჯერ ეგერთით ჩვენც უნდა დაგვაფინანსო, მაგრამ თუ ჩვენ არ ჩვენ გააკეთე, იმიტომ რომ ტელევიზიისა და მედიის გარეშე როგორ შეიძლება ადამიანებს ის განწყობებზე ვისაუბრო. ჩვენ ძალიან დიდი როლი ვითამაშეთ ჩვენმა ტელევიზ კომპანია სეზონმა თავის დროზე, რომ ადამიანებს ბევრწილად შეუცვალეთ ის რაღაცა აზროვნება, რომელიც მრუდე იყო. და ამას ვაკეთებდით, იმიტომ რომ ჩვენ გვერდში გვედგა ეროვნული კაცი, პატრიოტი კაცი, გიორგი კანდელაკი, რომელიც დარწმუნებული ვარ დადგება დრო, რომ ყველაფერი გაირკვევა, სიმართლე გაირკვევა და გიორგი კანდელაკი, მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიადის პრიზიორი, კაცი, რომელიც ბევრი სიკეთე გაუკეთა, ყველაფერი ის ტალახი, რომელიც მას ესროლეს, ჩამოცილდება ამ ადამიანს, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი მამულიშვილი ეს კაცი და ამ გიორგი კანდელაკის გარდა საქართველოში არავის არ აღმოაჩნდა არც სურვილი და არც რაიმე განცდა პატრიოტიზმისა, იმიტომ რომ მასზე ის რა არის ხა 10ჯერ, 20ჯერ, 50ჯერ ისეთი შეძლებული ადამიანები არიან და კაპიქს ვერ გაიმეტებენ და ამიტომაც არის რომ ჩვენ გვიჭირს მეგობრებო ამ ყველაფრის გაკეთება. მე არ მინდოდა რომ თქვენი მედია სივრცე დარჩენილიყო ქართულ-რუსული ურთიერთობების გარეშე და ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ აი ამ თემების ირგვლივ ვილაპარაკოთ. ეხლა არსებობს ადრე იყო ერთი ესეთი არხი სოლიდარობა, მან შეცვალა მთლიანად, ესე იგი სარედაქციო პოლიტიკა, დღეს უფრო სხვა მიმართულებით მუშაობს, თვითონაც გამოაცხადეს, მე პატივს ავცემ ამ არხის ხელმძღვანელობას
რეალობას, მაგრამ შეცვალეს ეს ბარომეტრი, იმიტომ რომ დღეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბარი არ რომ იცოდეთ, ბევრისთვის არ არის მომგებიანი, იმიტომ რომ ეს არის თავდასხმების, ეს არის შეურაცხყოფების მომტანი, იმიტომ რომ შენ საუბრობ ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და დახმარება კი არა, აქ თავს გესხმიან, აგენტებად მიგიჩნევენ და თვითონ კიდევ არაფერს არ აკეთებენ. დღეს არც ნაცარხები, არც ოცნების პროპაგანდისტები ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე არ ლაპარაკობენ. აი შუაშისტური არხების მე არ მინდა ნამუს შეუნახავ ზოგიერთებს და ბევრმა თავი შეიკავა, იმიტომ რომ ყველას რა უნდა იცით, გაშლის უფრაზე ყველას უნდა თამადობა და როდესაც კარგი შენი გადაცემები არა თვითონ ხომ მაინც უნდა გააკეთოს ამ ურთიერთობებზე გადაცემა, მაგრამ არც თვითონ არ აკეთებს, არც ხვას უთმობს ტრიბუნას. ჩვენ ეხლა აი თქვენს ხედავთ სოციალურ ქსელში მეორე გადაცემა გადის, უამრავი მაყურებელი გვიყურებ ჩვენ, იმიტომ რომ როდესაც არის მე ვიცი ამ საქმის კეთება 15 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ვაკეთებ. მე ჟურნალისტი არა ვარ, მე ვარ პიროვნება, რომელსაც მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ რაღაც გარკვეული გამეგებოდეს ქვეყნის პოლიტიკის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ ვარ მარტო და ამისი არც მწვენია და არც თაკილობ იმაზე საუბარს, რომ დიახ, აი მარტო მიწევს აი იმის კეთება, იმიტომ რომ ეს არის რეალობა. ეხლა მე რო გითხრა თქვენ აი აქ ვზივარ, სადღაც ფეშენებელურ, სადღაც ოფისში, სადღაც ისეთი პირობები გვაქვს, ეს ხო ტყუილი იქნება, მეგობრებო და ეს ხო აბსურდი იქნება. რატო უნდა მოგატყუოთ მე თქვენ? თქვენ ხო იცით რომ რეალობა ეს სხვაგვარი არის. ბევრს ეგონა რომ აი ხა ჩვენ აქ მე პირადად რუსეთში რო ვიყავი, ვიღაცა მაფინანსებდა. აი ხა მე რო ვინმე მაფინანსებდეს, ტელევიზიაში ვიქნებოდით გასული რომელიმე არხზე საეთერო დროს მაინც ვიყიდიდით. რაღაცა უფრო ტექნიკური მიმართულებით უფრო გამართული ვიქნებოდით. არავინ ჩვენი დამხმარე არ არის. ჩემთვის რუბლი არავის არ მოუწია ცხოვრებაში. როცა ვიცი ადამიანები მართლაც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდწილად იქნენ დასაჩუქრებული ვიღაცების მხრიდან. ეგ კი არა თავს გვესხმიან, რომ ადამიანები, რომლებიც ვითომ პრორუსულ ფლანგს განეკუთვნებიან, თავს გვესხმიან, აი ჩვენ თითქოს რაღაც შენ გააკეთე უკეთესი, არც თვითონ არ შეუძლიათ გაკეთება და რაც არის იმ ჭაში აფურთხებენ, საიდანაც წყალს სვამენ. მე უამრავი ადამიანი დავაფთიანე აქ ჩემი არხის საშუალებით, დღეს სადღაც ზიან, ლაყბობენ, კაციშვილი არ უსმენთ, არავითარი რეიტინგი არ აქვს და მიუხედავად ამისა ჩვენს გვესხმიან თავს და იცით რა არის მე აი ერთი რამე მინდა გითხრათ ამ ქვეყნად ღმერთი არსებობს და ყველაფერს ხედავს და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს, მაგრამ მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ მე არასდროს არ დაგტოვებ თქვენ თუ აი ამის საშუალება მაინც იქნება და თუ ეს საშუალებაც რო იყოს, ამიტომაც მე გითხარით, რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თუ მხარდაჭერა არ იქნება, რა თქმა უნდა, ესეც კი გაქრება, ესეც კი აღარ იქნება ამ სოციალური ქსელიდანაც ჩვენ გავქრებით, იმიტომ რომ ეხლა ადამიანური რესურსი რაღაცაზე არის დაფუძნებული და ის რაღაცაც თუ აღარ არის, აღარაფერი აღარ იქნება. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში არის ბიზნესმენები, რომლებიც რუსეთში ყიდიან მილიონობით ღვინოს, ასევე სხვა პროდუქციას და ესე იგი აი იმიტომ თქვის იმ ჭაში არ უნდა ჩააფურთხო წყალს სვამ და იმას არ ეხმარებიან, რაც განამტკიცებს ამ ურთიერთობებს. ხვალდაზე რომ გაფუჭდეს ეს ურთიერთობები, ამ მილიონ ბოთლსაც ვეღარ გაყიდიან და ბოდიში და გაბანკროტდებიან. და ჩვენ სწორედ იმას ვემსახურებით, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს, იმიტომ რომ ჩვენ არც იმას ვყიდით ღვინოს, არც რაიმე პროდუქციას ვყიდით. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა სჭირდება და მარტო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ საუბრობთ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, ისეთ პრობლემებზე, რომელიც მაგალითად საც სხვები ვერ აშუქებენ, ენის მოჩლექით საუბრობენ და ამიტომაც გვებძვიან ჩვენ და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ტელევიზიის დან უკვე გადმოვინაცვლეთ სოციალურ ქსელებში უკვე, იმიტომ რომ ეს არის რეალობა, როდესაც ხარ ძლიერი და როდესაც რაღაცას წარმოადგენ, მაგიტომა თავდასხმები
და მაგიტომ არის შეტევები, თორე ვიღაცა რო იყო ისეთი, რომელიც არაფერს დღეს ეხა ჩამოშალეთ თქვენ მიდით ისა რა ქვია, ქართული არხები მაგთიზე და სილქნეზე და რამდენ ისეთ უაზრო ქართულ არხს ნახავთ, რომელსაც კაციშვილი არ უყურებს. არავინ არ უყურებს და იმათ არც არავინ ებძვის და არც არავინ ყურადღებას არ აქცევს, იმიტომ რომ არიან და ბოდიში და თავში სხვა უხლიათო იტყვის ვიღაცა, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს ეს არხები. მე რომ მივედი ტელეკომპანია სეზონში, იქ მულტფილმები, კინოები და რაღაცა ესეთი გასართობი გადაცემები გადიოდა პოლიტიკური გადაცემების გარდა. და ჩემი მისვლის შემდეგ იქაც კარგი კოლექტივი დამხვდა, შევძელი ის რომ ეს ტელევიზია მეკცია ფლაგმანად, რომელსაც მაყურებელი გაუჩნდა. მაყურებელი გაუჩნდა და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. მე შემეძლო რომ ნებისმიერი აი ესეთი ტელევიზია, რომელსაც აი პულსი არ ესინჯებოდა, მეკცია რეიტინგულად, მაგრამ ხალხმა ფული მოგთხოვა ჩვენ რომ ფული გადაგვიხადეთო და ბოდიში რა ფული თქვენ იქით გადაგვიხადეთ რომ პროდუქციას გთავაზობთ. ჯერ ეგერთი არც აგვაქვს იმის საშუალება ვინმეს ფული გადაუხადოთ და რომც გქონდეს ეხლა როგორ შეიძლება ეხლა ვიღაცა ისეც გადაუხადო ფული რომელსაც აქეთ მადლობა უნდა გითხრას რომ მის არხზე გადაცემას განათავსეთ. ხო ეს ხო აბსურდია მეგობრებო და ამიტომაც ვამბობ რომ საქართველოში დღეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ლაპარაკი და საუბარი ეს არის რაღაცა უბრალოდ აი ნაცარხებისთვის ვიღაცისთვის იარლიკების მიწებების მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა საშუალება. არავით არის ქართულ-რუსული ურთიერთობების ირგვლივ მუშაობა არ მიდის. ეს არის ჩიხში შექცეული პროცესი. ადრე თუ კიდე რაღაცა ვიღაცეები ამ კუთხით რაღაცა საუბრობდნენ, დღეს ამაზე საუბარი არ არის. ეხლა ვიღაცა პოლიტოლოგები და ექსპერტებმა გაახშირეს ამ ბოლო დროს განცხადებები, რომ აი მაგალითად გახარიის პარტიის წარმომადგენელმა თქვა, რომ აიო რუსეთს დაველაპარაკებთო, მაგრამ მანამდე თქვა ის, რომ რაღაცა რუსეთის მიმართ შეურაცხყოფელი განცხადებები იხმარა და თუ დალაპარაკება გინდა ესეთი პოზიციები არ უნდა გქონდეს და დალაპარაკებას მარტო ესენი ეძახიან იმას რომ ჯერ დაგვიბრუნოთ და მერე დაველაპარაკები და ესე არ ხდება და გამორიცხულია ეს რომ ესე მოხდეს და ამიტომაც ჩვენ ხედავთ უკვე ამ რეალობას რომ საქართველოში არაფერი არ იძვრის ამ მიმართულებით. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები რა თქმა უნდა არსებობს, თვითმფრინავები დაფრინავენ, სამხრივად იქიდან ისმის მოწოდებები რომ მოდით დავილაპარაკოთ, აქით ამ მხრიდან არანაირი განცხადებები არ ისმის და ეს არის რეალობა, ეს არის მწარე რეალობა. და თან იცით რა არის ყველაზე ცუდი? ზოგჯერ ხედავ როგორ ინტერპრეტირებას ახდენენ განცხადებებისა რიგი პროპაგანდისტებისა და პოლიტიკოსების თუ ჟურნალისტების. ესე იგი, იმ დღეს უყურებდი სალავიო ლაივში გამოვიდა ერთ-ერთი სამხედრო ექსპერტი და იქ საქართველოზე იყო ლაპარაკი და ნუ იქ თვითმფრინავებიო, ამერიკული თვითმფრინავებიო, სტანისლავ სკრაპივნიკი იყო იქ მე ჩემთან ხშირად არის ეს ადამიანი გორშიც დამყოფი და უამრავჯერ ჩართვაში და სტანისლავმა თქვა რომ აიო ეს თვითმფრინავები დაფრინავენ ეს როგორ შეიძლება ზეწოლა მოვახდინოთო ეს იყო აი ამ საუბრის ერთ-ერთი პასაჟი და თქვენც მოისმინეთ ბევრმაც ალბათ ეს და ნუ სალავიომა უთხრა რომ ნუ რა დაფრინავენ ჩვენ რაში გვეხება ეხლა ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ არა გვაქვს თვითმფრინავს ხوار ჩამოვაგდებთო და Так что у нас Грузия. Давайте с Грузией теперь еще поругаемся. Грузия. Как описали сами грузинская мечта, они пассивные русофобы. Они в войну не лезут, но они антирусские. Это сами у меня друзья, которые и в власти Кто там были. пассивные русофобы? Они только что на них дико наехали за то, что они чуть ли их не обвиняли в том, что они пророссийские. Они у себя... Грузинская, я был докладчиком по Грузии 5 лет от Европарламента. Грузинская мечта не русофобы. Ты можешь их даже назвать прогрузинскими. Секунду. У меня товарищи там, которые очень, вот один из которых, его взять, это Каладзе. Они его только что уволили за то, что у него 2 сына воюют, офицеры в Черноморском флоте, и он слишком прорусский. Уволили его с его позиции и идут именно по этой... Но тем не менее, они 2 посадили... недели назад. 2 недели. Но они посадили Саакашвили. Саакашвили это угроза самой партии. И они преследуют тех, которые воюют на украинской стороне. Они вне закона. Они вне закона, потому что это люди Саакашвили. Это не вопрос почему, это констатация факта.
то же самое время, две Не-не, недели это назад, открыли небо для американских самолетов. А почему они должны его закрывать для американских В самолетов? смысле, оно было... Прошлую субботу, воскресенье, 4 американских С-130 транспортных самолетов приземлились в Тбилиси. Ну, Разгружали конечно. что-то. А почему они не должны были там Они не приземлиться? закрывали это- небо для американцев. Они что, члены наших Члены организаций? не члены, когда НАТО там проводит учебу. И они только что закончили, а предыдущие учебы, когда грузинские машины были в первой очереди по Но всему они этому все параду. время были с ними. Они, Мы тут, вот я просто хочу понять, а что, они нас, что ли, должны любить? ну, если кто-то хочет быть нейтральным, хотя бы быть нейтральным. Они не говорят никогда, что они хотят быть нейтральными. Ну, вот и Они есть выстраивают это. свою систему отношений. Они против нас санкции ввели? Нет. А это потому что экономика. Это другой нужна. вопрос, почему? Это Но время. они их не ввели. Что мы им сейчас скажем? Не пускайте американские самолеты. Во-первых, это не наше дело. Затем они Ну так, это не наше дело, это не наша страна. Когда эти самолеты летят по нашей границе, Они не летят по Они нашей границе, они летят в Грузию. они в Грузии летят, они могут спокойно лететь по нашей границе. Они опять, могут и не лететь по разведданные. нашей границе. И Если наши они самолеты пересекают летят через наше Грузию. воздушное пространство, мы их... Нет, наши Есть- военные самолеты... Нет, через Грузию наши гражданские летят. Это гражданские, это совершенно другое дело. Не, ну, Тут военные опять же, именно. Это дело этого Военные. независимого государства. Слушайте, мы с ними воевали в 8 году. Да, мы а с чего они воевали нас с ними. любить должны? Чего мы их должны любить? Тот факт, что они сейчас пытаются хоть как-то отрулить от всего этого конфликта, уже хорошо. Мы вообще сейчас расхлебываем провалы нашей политики 90-х годов. Да. С чего вы решили, что они все должны нас любить? За что? У нас, Не, но так на полном серьезе говорю. ну, скажу так, может быть, это я, потому что я слишком долго там жил, и я их... Там это где? В Америке. И американскую жестокость в этом впитал. А вы Ну, считаете, что... мы слишком Дайте- мягкую политику там ведем. А вы предлагаете сделать что? Сбить американские самолеты, летящие в Грузию? У нас есть... Нет, у нас летящие Грузии, да, сбить самолеты. А вообще-то, когда залетали в Иран, например, американские разведчики, они сбивали, ничего не делали. Так они к нам не залетают. Они Но нам сбивать их, потому что они летят в Грузию. Хочу напомнить, что не так давно Россия предоставляла площадки подскока и Волгоград как базу для осуществления вторжения НАТО в Афганистан. Так чуть-чуть. Но было? Было. Правильно. Это немножко другой был. А в чем другое? Если наши разведсамолеты будут лететь в Мексику, по американской границе, они их сбьют. Нет. 100% гарантия Нет, они их конечно. сбьют. Если, ну как, во-первых, они их не сбивают, даже когда мы летаем там, где надо. Если мы не пересекаем воздушное пространство, не представляем угрозы, с какой радости? Поднимутся на сбьют. перехват. Гарантия они сбьют. Но пока мы летали и не сбивали. Не на мексиканской границе, но у нас там есть свои. Там. Это еще мы в своих Да, не границах. Волгоград, это Ульяновск был. Да, это была Ульяновская база. Действует международное право. Ему все соответствуют. Ну какие А где нам международные еще? права? Хорошо. Нам А уже нам... сказали, их нет. Не, минуточку. Вот в этих вопросах пока все придерживаются. Ни мы не сбиваем, ни они не сбивают. Все понимают, к чему это может привести. Но у нас, как бы мы, что бы мы о себе не думали, у нас нет никакого права говорить Грузии, которая независимая страна, и которая заявила свой путь, что нет, почему принимаете американские самолеты, а почему нет? Ну, я не согласен, потому что это наша система безопасности. Это наше что? Это наша безопасность, мы имеем право... Это к нам вообще не имеет никакого отношения. Ну, при таком тогда мы... Причем здесь при таком? Какое это имеет отношение к нам? Гораздо больше это имеет отношение к нам, то, что летит в Эстонии немецкое, что там... Наверное, тогда надо дивизию немцев в Прибалтике уничтожить. Вот это точно угроза нам. А то, что транспортные самолеты, которые, очевидно, занимаются темой Ирана, прилетели в Грузию, мы-то при чем? У Грузии свои отношения с Америкой. У Грузии свои, у Эстонии тоже свои отношения с Америкой. С Америкой? Америка с нами сейчас гораздо лучших отношений, чем Евросоюз. Несравнимо. Нам лучше нет раскреначить. Но если так идет. Нам, наверное, тогда лучше по Финляндии долбануть, когда туда летят самолеты. Такие По Швеции. специфические борты, а, как правило, ставят в известность противную сторону. Конечно, мы знаем о каждом таком полете. У нас в этом вообще нет ни малейшего сомнения. А то, что эти страны, ну, вежливо говоря, не пророссийские, ну да, у нас история так сложилась. Ну, завоевывать тогда надо было. Но мы же не завоевали. Должны были. Но Нет, тоже другое решили дело. уйти. Да. Поэтому теперь что вот? Ну, теперь что? это всё А равно. давайте собьем американские транспортники. Я не Ну, сказал отлично. сбить, но мы можем А также что давить сделать? на Грузию, чтобы они не пускали. зачем? Чем? То Мы же можем самое. надавить на Финансовыми санкциями. Какими? У нас Закрыть. против них?
Больше 3 миллиона русских приезжают в Грузию каждый год. Так нет. Вот я скажу по Это секрету. финансовое давление. Вот у меня ხელად აიტაცა ამ ქართულმა მედამ. აი, ესე იგი რა უქნა მიჩექმა ეს კრაპივნიკი რა გაუკეთა, ჩააგდებინა საქართველოს ინტერესები დაიცვა. და მეორე პასაჟი ამ იმისი გადაცემის ის კი არ გააშუქეს, რომ იქ როდესაც მერე დაიწყო საუბარი ასევე საქართველოზე, იქ თქვა რუსოფობიაზე იყო საუბარი. მეო ჩემს ახლობლებს მიმართავ სალავიოვმა, რომ რა გინდათო ამ საქართველოში რატო დადიხართო კაცო და რა გინდათო და რა გინდათ ამ ქვეყანაში ეს არავის არ გაუშუქებია. Аравис არ გაუშუქებია, გესმით? Большой вопрос к тем русским, которые туда приезжают. Чего там забыли? Вот у меня пару друзей туда поехало, и одному из них позвонил, знаменитому доктору, сказал, все нормально? Значит, все в порядке у тебя? Ты зачем туда поехал? Ой, а я не подумал. А ты подумай. Чего туда поехали? Через Верхний Лаз туда поехал куча людей? Грузинам чуть ли не в лицо там плюют, их ненавидят. Секунду. როცა ესე იგი კრემლის პროპაგანდისტი იძახის, რომ საქართველოში რა გინდათ. როდესაც იძახის იმას, რომ იქ არის რუსოფობია, ამას არ აშუქებენ. უნდათ რომ მხოლოდ დადებითი სიმპტომები წამოვიდეს. და რეალობა ხო სხვაგვარი არის, ჩვენ ხო კარგად ვიცით. ქვეყანაში არის საშინელი რუსოფობია. საშინელი. ეხლა ბევრმა იმიტომ დაიწყო ამბოლო დროს ამ განცხადებების კეთება სიმართლე რო გითხრათ რუსებს დაველაპარაკოთ და რუსი ტურისტებმა მოიკლეს ხალხო მოიკლეს აღარ არის ეს ირანელები და ეს ინდოელები არ იხდიან ფულს იმდეს არ ჩინელები ჩინელი ღვინოს არ სვამს იმდეს რამდენსაც რუსი სვამს და არ რესტორანში არ ხარჯავს ფულს და ბევრს აი ამიტომაც გაუჩნდა ეს განზრახვა. ეხლახანაც კიდე იყო საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც ასევე შესაბამისი ექსპერტებიდანაც განცხადებები რომ საქართველოს მიმართ რომ დავილაპარაკოთ, მაგრამ აქედან რა გვესმის ჩვენ? არა, ჩვენ არ დავილაპარაკებთ, ჩვენ არავითარი ამაზე არ გვექნება საუბარი. რკინიგზის გახსნასთანაც იყო საუბარი, რომ აი ჩვენ შემოგთავაზეს რუსებმა, რომ პროფესორად განიხილეს, რომ საქართველოს შეიძლება ჩაერთოს, აქ გამორიცხულია რკინიგზის ხელმძღვანელობამ თქვა. რუსეთიდან ისევ მოდის სიგნალები და მზაობა იმის შესახებ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენისთვის მზად არიან. რაიმე კომუნიკაცია ხომ არ ყოფილა, არაოფიციალური თუნდაც. ჩვენ არ ქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ეს შემიძლია გითხრათ. ეს კითხვა ქართული ოცნების ლიდერთან მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბოლო ერთ კვირაში პუტინის მთავრობისგან ივანიშვილის გუნდმა მეორე საჯარო შეთავაზება მიიღო. გასულ კვირას იყო სოხუმის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. დღეს კი უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილის 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა. რის საფუძველზე ამბობენ ისინი მაგალითად, რომ რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის გავლით ამის შესახებ მიმდინარეობს. ჩვენ არ ქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, ჩვენ თვითონ წარვადგენთ. ვიდრე კრემლისგან ზედიზედ ორ საჯარო წინადადებას მიიღებდა ირაკლი კობახიძე, მანამდე იყო მისი სვლა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში საქართველოს დიპლომატიური მისიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა. ეს პოსტი ოცნების განათლების მინისტრმა დაიკავა. დღეს ჩვენ კობახიძეს ვკითხეთ, რა დავალება მიიღო ალექსანდრე წულაძემ მისგან. განათლების მინისტრი არის ზოგადად გამოცდილი ადამიანი და მიიღეთ შესაბამისი დიპლომატიური გამოცდილება მას არის ასეთი შემთხვევები მთელ სოფლიოშია, თქვენ იცით რომ არსებობს პოლიტიკური წესით ელჩის ან ელჩთან გათანაბრებული პირის გამწესების პრაქტიკა და არსებობს არაპოლიტიკური. რამე მისია აქვს მას? მისია არის რუსეთთან ურთიერთობის ოფიციალური, არის ოფიციალური მისია რაც არის. თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ამ მოცემულობის გათვალისწინებით იმუშავებთ. არსებობს კითხვები, ენგურზე საიდუმლო დაშენებული სატრანსპორტო ტერმინალი და ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის იდეა არის თუ არა კრემლის გეგმა. სამხრეთ კავკასიაში დაკარგული მოკავშირეების კვალდაკვალ პარტნიორობა საქართველოსთან დაამყაროს. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ამ ნაბიჯებს ოცნების თანხმობის გარეშე არავინ გადადგავდა. ის ქვეყნები, ვინც რუსეთის თითქმის პარტნიორები არიან, დღეს აპირებენ რომ ალტერნატივები ერჩა და ჩვენ ქვეყანა რომელსაც ალტერნატივა ჰქონდა, ეს ძალიან ძლიერი ალტერნატივა იყო იგივე ჩვენი ევროპელი და ასევე ამერიკელი პარტნიორების სახით. ამის მაგივრად რუსეთთან მივდივარ ძალიან შეგნებულ დაახლოებაზე. არბის მომტანი არ არის ერთის ფინანსურად აფის არ მოგვიტანს. ეს მეორე ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას რუსეთთან ძალიან მაღალი ფასი აქვს. ხელიდან ეცლება დასაყრდენი წერტილები, ვენესუელა, სირია,
ეხლა ირანის ჯერი დადგა. ამიტომ დღეს აი ამ წარმატებით დიპლომატიური ურთიერთობების დამხარებით საქართველოსთან და ასე შემდეგ მე ვფიქრობ რომ რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული წინ დაჯექით მალე ჩახვალთ. აი ესეთი პოზიციით რომ არ დაველაპარაკებით რკინიგზაზე, არ დაველაპარაკებით დიპლომატიურ დონეზე, რა შედეგს მოგვიტანს ეს ყველაფერი ჩვენ დავინახავთ. და მე ის რომ ბევრი რომ იმით ინუგეშებს თავს რომ აი სირია დაკარგა ის დაკარგა თქვენ ხალხო უკრაინა თქვენ ხო არ გონიათ რაღაცა ლუქსემბურგისა და ფარერების ხელა ქვეყანა დღეს რუსეთი ბრძოლობს ევროპაში უდიდესი სახელმწიფოს დაუფლებისათვის და დღეს ეს არის ნამდვილი ბეღელი, ეს არის მრეწველობის უდიდესი გიგანტი ქვეყანა, სადაც უამრავი წიაღისეულია, სადაც უამრავი რესურსია და დღეს მთელი მისი გარკვეული ყურადღება მიპყრობილია ამ უკრაინის მიმართ და დღეს როდესაც აი სალავიოვმა თქვა აზრი რატო ვერ გამოიტანეთ თქვენ ის რომ არავის საქართველოს თვითონ თუ არ გადაწყვიტა არავინ საქართველოსთვის თავს არ მოიკლავს ეს იყო დღე ეს იყო გარკვეული დასკვნა იმ გადაცემისა რომ შენ თუ არ გინდა რუსეთთან ურთიერთობა ხო არავინ შენი გულისთვის თავს არ მოიკლავს სალავიოვმა თქვა რომ თვითონ საზღვრავენ თვითონ გადაწყვიტეს და თვითონ უნდათ ესაო რა და ჩვენ კიდე გონია რომ აქ ჩვენ უნდა გვეხვეწოს ვიღაცა ვითომ ჩვენ გვაქვს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ვითომ ჩვენ უნდა რაღაცა დავიბრუნოთ ჩვენ გვაქვს რაღაცა დასაბრუნებელი ჩვენ გვაქვს რაღაცა სალაპარაკო და ისე გამოყვავს სიტუაცია ვითომ ჩვენ ვიყავთ ბირთვული სახელმწიფო და რუსეთი იყოს რაღაცა უფრო მომცრო უფრო სუსტი ჩვენზე ამიტომ იცით რა შეასაქმე აი მე მეცინება რომ აი ამაზე ლაპარაკ დამღლელიც არის უკვე ამაზე საუბარი რომ ერთი და იგივე საუბრობთ და არავითარი რეზულტატი და შედეგი ამას არ მოყვება და მე როდესაც ვიღაცები ამ ხელისუფლებას პრორუსულს ეძახიან ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი იმიტომ რომ არავითარი პრორუსული ეს ხელისუფლება არ არის ეს ხელისუფლება მოქმედებს როგორც მოქმედებდა შევარდნაძის ხელისუფლება თან ამერიკელებთანაც უნდა თან რუსებთანაც უნდა და დავინახეთ შევარდნაძეს საბოლოოდ როდესაც ასეთი პოზიცია ჰქონდა არც რუსები ენდობოდნენ არც ამერიკელები და ბოლოს როგორი რევოლუციაც მოხდა დავინახეთ შენ თუკი არ გამოხატა მკვეთ პოზიციას არც ის ამერიკელი დაგიდგება არც რუსი დაგიდგება და ჩვენ ხედავთ რომ აი რეგიონში როგორი ცვლილებები არის და ჩვენ როდესაც ამ ფონზე აზერბაიჯანი და სომხეთი იცვლის რაღაც გარკვეულ სტრატეგიულ ვექტორს უნიკალური შანსი გვაქვს რომ საქართველო იყოს დასაყრდენი რუსეთისა და რა თქმა უნდა ჩვენ ამითი რაღაცა დივიდენდები მივიღოთ ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და ბევრს გონია რომ აი რუსეთთან ურთიერთობა არის საწინდარი იმისა რომ ხვალდაზე გუცბად მოხდება ამ ყველა პრობლემის გადაწყვეტა ეს ესე დიპლომატიაში და მოლაპარაკებების დროს ეს ესე ვერ ხდება მეგობრებო და თქვენც ხო კარგად იცით ეს და ამიტომ მე არ ვიცი დღეს საქართველო არის სრული რაღაცა კატასტროფის წინაშე იმიტომ რომ ხედავთ რა მდგომარეობაა ეხლა როცა ქვეყანის ხელისუფლება გადასული არის უნივერსიტეტის კორპუსების, პარლამენტის შენობების მიწის გაყიდვაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ შენ ბიუჯეტს ვერ ავსებ და ყიდი იმას, რაც აი ეს არის, აი არ უნდა გაყიდო. ბელორუსი არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის უნივერსიტეტის კორპუსებს, იმიტომ რომ ეს არის მომავალი განათლების კერა. არ გაყიდის ესე მიწებს, იმიტომ რომ ეს მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის და კორპუსებს არ ააშენებინებს. მინსკში მაგალითად არავის არ აქვს უფლება კერძო კომპანიებს რაღაცა გამონაკლისის გარდა ააშენონ კორპუსები. სახელმწიფო აშენებს იქ. და ასევე სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს ყველა ის სამრეწველო ობიექტები იყოს მის დაქვემდებარებაში. ჩვენ რას ხედავთ? პორტები უცხოელების ხელში არის. ბუნებრივი რესურსები უცხოელების ხელშია. წყალი, გაზი, რა ვიცი მე, ჰესები, ყველაფერი უცხოელების ხელში არის. მიწები უცხოელების ხელში არის. ესე იგი, არ ვიცი, ეს ქვეყანა გადაიქცა კიდე
დიდრების და მილიონერების რაღაცა გნებების დაკმაყოფილების ქვეყნად, იმიტომ რომ დღეს საშუალო ფენის ადამიანი ვერცად დაისვენებს, ვერცად ვერ წავა და ვერაფერს ვერ იზამს. აი ხა მე მაინტერესებს იმ $300-400 გადაიხდ ის ვინ მე ყოველდღიურად სასტუმროში. ვისთვის შენდება ეს სასტუმროები? ვისთვის შენდება ეს გზები თუ კი ადამიანმა მანქანა? აი ხა ეს ავტობანები რო გაკეთდა, რისთვის გაკეთდა? თუ ადამიანმა მანქანა ვერ იყიდა 6 წლის მანქანასო აღარ შემოვაყვანინებ 6 წლამდეო. მე პირადად 26 წლის მანქანა მყავს თბილისში. 26 წლის მანქანა. მე აიხლა ბოლო სულს ღაფავს ის მანქანა და მოყოდება და გადასაგდები ხდება ჯარში. მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას შეიძლება რომ ვერ ვიყიდი 6 წლის მანქანას და ბევრი ვერ იყიდის და თქვენ უნდა იაროთ მარტო პარლამენტის დეპუტატებმა უნდა იარონ, მისმა შვილებმა და მე რო ლაპარაკობთ კიდე რომ ამდენი მანქანა არისო, მანქანა იმიტომ არის ამდენი ჩემო მეგობრებო რომ ადამიანებისთვის ეს არის გარკვეულწილად შრომის იარაღი და რა ფუფუნების იარაღი. დღეს მანქანა არის ტაქსის და ეგრეთ წოდებული აი რაღაცას გადაზიდვების საშუალება. ხვალ და ზექ რომ იმ ადამიანებს წავართმევთ აი ამ საშუალებას, მაინტერესებს რას უშვები ჩვენ. და მე კიდე აი ხლა ეს გპ-ის კორპუსები რომ უნდა გავყიდოთ. მაინტერესებს ერთი ინჟინრებს და მრეწველობისა და ქარხნის და აი ამ სამრეწველო ობიექტების მუშახელს არ უნდა დავასაქმოთ ჩვენ. აი ხა მაგალითად შემცირდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულების რაოდენობა, ხო? ეს ასეა უკვე. აი რაკნას იმ ახალგაზრდამ ვინც ვერ ისწავლის. ის ხო უნდა წავიდეს სადღაც სამუშაოდ. თუ ქვეყანას ქარხანა, ფაბრიკა, საწარმო არ ექნება, სად უნდა წავიდეს? უცხოეთში გავუშვათ? ერთხელ გვითხრეს რომ წადითო თქვენო უცხოეთში რამდენიმე წელიო და მერე დაბრუნდებითო და დაგასაქმებთო. იმის მერე გავიდა 8 წელი. 8 წელში რამე შეიცვალა? 2030-ში გექნება ზღაპრული ცხოვრება. 2026 არის. და არავითარი პირი არ უჩვანს რომ 4 წელიწადში რამე შეიცვლება აქ, იმიტომ რომ იმის გაყიდვაზე მიდის საუბარი, რამაც უნდა პირიქით შექმნა სამუშაო ადგილები. შენ როდესაც ესე იგი უარს ამბობ ტექნიკური საგნების ტექნიკური საგნების პოპულარიზაციაზე და იმ კადრების აღზრდაზე, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იძახი სამრეწველო ობიექტებზე, ქარხნებზე, ფაბრიკებზე უარს, იმიტომ რომ თუ გპ-ის კორპუსები გაყიდე, ნიშნავს იმას, რომ ყიდი შენს მომავალს ყიდი, იმიტომ რომ ეს ვერ გავიგე, ჯერ ვინ მოგცათ უფლება, რომ ამ კორპუსებს ყიდი, თქვენი აშენებულია ეს კორპუსები, თუ ჩვენ გააკეთეთ და ამ კომუნისტების დატოვებულს რომ ხრავდა, რით ვეღარ გამოხარით, კიდე ხო ატყობთ, რომ თქვენ თვითონ რამე შექმენით, სხვისი რომ მარტო გინდათ. აი ხა მოსკოვში ვარ აქა და თითეული ესე იგი დასახლება რო ჩდება, შენდება მეტროსადგური. ეკოლოგიის მიზნით რო ესე იგი ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საბაბით რო 6 წლის მანქანები უნდა შემოიყვანოთ. ეკოლოგიის და გარემოს დაცვაზე თუ ზრუნავთ, ხა ხო კორპუსზე კი არ უნდა ჩააკვეხოთ იქა. იმაზე კი არ უნდა იფიქროთ, რომ რაღაცა სივრცე არ იყოს ქვეყანაში. არამედ პირიქით იმაზე იფიქრეთ, რომ გარემო იყოს სუფთა. და ასევე ის რომ მანქანებზე რო გაქვთ საუბარი, ბენზინი შემოდის დღეს ისეთი როგორიც უნდა აკმაყოფილოთ. ეს სოკარს რომ შემოაქვს რაღაცა ნაგავი საწვავი. იმაზე იფიქრეთ რომ საწვავი შემოვიდეს ნორმალური. და ეს ძალიან ბევრი პრობლემები დაგროვდა უკვე და ამ ყველა პრობლემების გადაჭრის საშუალება არის რუსეთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ის პროდუქცია თუ რამე უნდა გამოვიდეს, უნდა გაიყიდოს სადმე. დღეს ბელორუსია რუსეთთან ურთიერთობებში რომ არ იყოს ღრმად ხვალ და ზექ მისი საწარმო ფაბრიკები დაიხურება, იმიტომ რომ 80% ყველა პროდუქციისა იყიდება რუსულ ბაზარზე. ასევეა საქართველოს ეხა თუ რამეს აამუშავებს, გასაღების ბაზარი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი, იმიტომ რომ ამერიკელებს თვითონ პრობლემები აქვს და ევროპელებს კიდე, ხო? და ჩვენ კიდე ამას რო ვლაპარაკობთ რუსეთთან ურთიერთობებზე, ეს არავის არ ესმის. და ამიტომაც აქვს ჩვენ საუბარს და ჩვენ აი ამ საუბარს დიდი წონა, რომ დღეს აი ამ პროპაგანდაში წდება ბევრი რამე და ბევრს იმისი ბოდიში განცდა არ აქვს, რომ აი ამ მიმართულებით, რომ ადამიანების გონება გაჭრას და ადამიანის ცნობიერების ამაღლებაზე იმუშაოს, ამისათვის საჭიროა მედია საშუალებების შექმნა. დღეს ყველა აგინებს რუსეთს, ყველა ტელევიზიით, ყველა ლანძღავს და ამბობს, რომ აი ჩვენ ევროკავშირში უნდა წავიდეთ, დასავლეთისკენ უნდა წავიდეთ
და არავინ არ საუბრობს იმის შესახებ, რომ რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ქვეყანისათვის რუსეთთან ურთიერთობა. ხვალდაზე შეიძლება მართლა ისე დადგეს საკითხი, რომ ვიღაცებმა დაიწყოს ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იქნება როგორი რაღაცა, იცი, აი ხა გველმა ტყავი რო გადაიძროს, მაინც გველი არის და რაც არ უნდა თქვენ ეხა ტყავი გადაიძროთ, ბოლოს მაინც ცუდს გაუკეთებთ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ თქვენ თუ რამეს საუბარს დაიწყებთ, ეს არის გამოუვალი მდგომარეობის გამო დაწყებული საუბარი, თორე არ შეიძლება ეხა ერთი და იგივე ხალხი, კაცო, შეიძლება რომ ჯერ კაპიტალისტები იყვნენ, ლიბერალისტები იყვნენ, ბოდიში და სოდომისტებიც იყვნენ. ჩვენ ხო ვიცით ეხლა მაგალითად ამ იმედზეს LGBT დროშას აფრიალებდნენ, კაცო და იმედზე დააჭერინებდნენ იმ დეპუტატებს და თქვენ აი LGBT დროშა რო გიჭირავთ ხელში, რა არის ეს, რა განცდებია და გამოდიოდა ხალხი და ვინც ამ LGBT სოდომიას გარკვეულ უპირისპირდებოდა, ისინი გამოყავდათ მტრებად. და დღეს ესენი იცდნენ კონსერვატორებად და ისა იმ ადამიანებად, რომლებსაც თითქოს რაღაცა ძალუცთ ამ ქვეყანაში პრობლემები გადაგვიწყვიტონ ჩვენ. მე ერთი რამე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ სამწუხაროდ ავტორიტეტული ადამიანების ნაკლებობად შეინიშნება ვისი დობაც ექნება საერთოდ ხალხს, იმიტომ რომ დღევანდელი პოლიტიკა არის მიმართული იქითკენ, რომ ვისაც რაიმე ავტორიტეტი აქვს, ყველა გაანადგურონ, ყველა მოსპონ, ყველას ლაფი ამოსვარონ. აი ყველაზე ცუდი ის არის, რომ აი ეს უსიყვარულობა, ზიზღი, ბოღმა რო ინთხევა ამ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში, ეს ამ ჩვენ სიყვარულით სავსე საქართველოში როგორ შეიძლება მამა გაბრიელმა ერთხელ თქვა რომ სიყვარული სადაც არ იქნება იქ ის ქვეყანა გაქრებაო და გაქრება ეს ქვეყანა არის დაყოფილი იმისდებად ამისდებად იმის მიმდევრად ამის დაიღალა ეს ხალხიც უკვე რა მე ეს დაუღალავით ეხა ესე იგი გამოელიათ ეს ნაცები უკვე აღარ არიან და ვიღაცა ნიკო გორგილაძეო თუ ვიღაცა ესეთი სოდომისტების სურათებს დაატარებენ სხვადასხვა აი ამ არხებზე თუ საიტებზე იმან ეს თქვა და ამან ის თქვა რაში მაინტერესებს ვიღაცა სოდომისტმა რა თქვა და აი არ აინტერესებს ეს ხალხს რა ეს უკვე არის უკვე იცით რა არის განვლილი ის არის უკვე ეს პერიოდი აღარ შეიძლება ამ ყველაფერზე ახლა ვილაზღანდაროთ და ვიმაიმუნოთ და რაღაცა დავიღალეთ უკვე ხალხი რა ეს აკაცუკები მაკაცუკები და ვის შექმნა ეს აკაცუკები იმასაც გეკითხები თქვენ 13 წელია ხო თქვენ ხართ ხელისუფლებაში 13 წელში ხო აღიზარდნენ ეს აკაცუკე თქვენ ხელში ჩამოყალიბდნენ აკაცუკებად ესენი და თქვენ აგავთ გარკვეული ვალდებულება რომ ეს თაობა რომელიც დღეს აი ესე იქცევა ეს არის თქვენი შექმნილი თაობა ჩვენ რო გეუნებოდით განათლების სისტემა შეცვალეთო ეხლა განათლების სისტემის შეცვლა ხდება იმისი გპ-ის კორპუსების გაყიდვისა და რაღაცა იქ გაუკვეველი რაღაცა ვითარებების ხარჯზე მე კიდევ ისი განათლების სისტემის შეცვლაზეა საუბარი კადრებიც რო აღარ არის კადრები მოსპეთ ყველა ეროვნულ ხალხს ებძვით ყველა ეროვნული ხალხი ჩაწიხლეთ და ეხლა თან ამ ნაცებია ყოფილან ჯალათები და ყველა მარგინალები და დებატები გაიხსნა დებატები გვინდაო და ისევ ეს ნაცები ზიან ამ დებატებში მე მაინტერესებს განათლების სისტემაზე რო საუბრობთ მანანა ნიკოლაიშვილს რატო არ იწევთ მაინტერესებს ვიღაცა ილიას უნივერსიტეტის პროფესორს რო იწევს მანანა ნიკოლაიშვილი მოიწვიეთ მაგალითად სიტყვაზე უამრავი ის ადამიანი კვესელავა მოიწვენეთ იგორი რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია დიტო ჩუბინიძე მოიწვიეთ ედიშერ გვენეტაძე მოიწვიეთ კიდე მოიწვიეთ უამრავი ადამიანი რომლებიც იქ კითხვას დაგისმევენ ესეთი კომფორტის ზონა როდემდე უნდა გქონდეთ რომ ყოველთვის თქვენ არ იყავით ის რომ დაანგრიეთ თქვენ არ იყავით ისა და აუ მაგარი 100 თნოლი მოიგო რა ეხლა ყვარლის დურუშ ბარსელონა ყოველთვის მოუგებს ეხლა ბარსელონა თქვენზე რო თქვა ცოტა ძალიან გადამეტებულია მაგრამ ახლა ნაცებთან შედარებით შეიძლება ესეც იყოს იმიტომ რომ ნაცებთან ვინც არ უნდა დააყენო ეხლა პოლიჯოხი რო დააყენო ისიც მოიგებს დებატებს იმიტომ რომ მაგათ სალაპარაკო არ აქვს და თუ გინდათ რეალური დებატები დასვით ის ხალხი ვინც არ არის ნაცი არანაცი ხალხი დასვით ამ დებატებში
ესე იგი, არასდროს საქართველოში ალბათ არ გაქრება ეს ნაცხროვა. ჯერ გვახსოვს საკრებულოს არჩევნები რო იყო, გამოცხადდა ესენი არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. მერე გამოვიდნენ თქვენს, არა, ამათ ეხლა ბოლო შანსი აქვს. ეხლა ესენი თან მტრები არიან ქვეყნის, თან დებატებში ამათ იწვევენ. კიდე მოვარჩევნები, კიდე ვიტყვით, იცით რა უნდა შევრიგდეთ და მათი რაღაცა ისე. ესე იგი, როგორ არის, იცით, თან კლავენ, თანაცოცხლებენ რა, ერთად ხართ, ერთი ორგანიზმი ხართ თქვენ. თქვენ ხართ ერთიანი განუყოფელი ორგანიზმი. არავით არის თქვენ შორის დაპირისპირება არ არსებობს. ის ხალხი, რომლებიც არის დაპატიმრებული, ნაცმოძრაობის ლიდერები, ესენიც გარკვეული შეთანხმება არის, რომ ესენი უნდა იჯდნენ ციხეში. იმიტომ რომ ამათმა იმხელა ფული შეჭამეს, იმხელა დაპირებები გაიცა, რომ მაგათ ეხლა იქ გარეთ ყოფნა, ციხეში ყოფნა ურჩევნიათ რა. და შეიძლება თავიანთ მილიონებსაც იცავენ იმ ციხეში ყოფნით. ამიტომ იცით რა არის? რაღაცა ხო შეიძლება რომ გადავლახოთ ეს ეტაპი და სხვა ეტაპი დავიწყოთ. რაღაცა მართლა თუ დებატები გვინდა მივიწვიოთ ის ადამიანები, ვინც მართლა განსხვავებული და წამოსაძახებელი არაფერი არ ექნებათ, ხო? ესე იგი პარლამენტში ნაცები უნდა იყვნენ, საკრებულოში ნაცები უნდა იყვნენ, დებატებში ნაცები უნდა იყვნენ, თან ნაცები ცუდები ყოფილა. სხვა არავინ არ უნდა მიუშვათ არსად. თანამდებობებზე ცულ ესენი პორტირებული ნაცები არიან და თან ვითომ ნაცებს ებრძვით. და ჩვენ რო ეხა კრიტიკულ განცხადებებს ვაკეთებ და რაღაც არ მოგწონს, ჩვენც ნაცები ვართ. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა არ მოგწონს. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც ნაცმოძრაობას ვებრძოდით და ვიძახით, რომ ნაცმოძრაობა არ უნდა არსებობდეს და ჩვენც ნაცები ვართ. ესე იგი არ ვიცი, გაუგონარი რაღაცები ხდება ამ ქვეყანაში და აი ხა რუსეთში ვიმყოფები, ხო? ელემენტარულს გეტყვით ხალხო. მარტო აი აქ შეიძლება უამრავი ათასობით, 10,000-ობით სამუშაო შექმნა. აი გეტყვით ელემენტარულს, აი მაგალითად არის ყველაზე პოპულარული არის დღეს ქართული რესტორნები. სადაც ფერს გადადგამ რომელიმე ცენტრია ეს სავაჭრო თუ რაღაცა ყველგან არის სახაჭაპურე, სახინკლე, ყველგან ქართული რესტორანია, მაგრამ ქართველები ნახევარზე მეტი არ არიან მფლობელები, კი არა და 80% არ არიან მფლობელები. თუ მაკდონალდმა შეეძლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაეკეთებინა ბრენდი, რომელი ბრენდიც იქნებოდა დაცული და რომელიც იქნებოდა საფირმო ნიშანი, ხო შეიძლება შეიქმნას სახელმწიფომ რაღაცა ესეთი კომპანია, აი როგორიც არის ბორჯომი, მაგალითად მინერალური წყალი ბორჯომი, როგორიც არის მაგალითად ჩვენთვის რაღაცა ისეთი დამახასიათებელი რაღაცა ქართული ჩაი. შეიქმნას ესეთი ბრენდი, რომელიც შევა ბაზარზე, გაიხსნება აი მაკდონალდსივით ქართული რესტორნებში, დასაქმებიან ქართველები და იქ იმ რესტორნებში შევა ქართული პროდუქცია, ქართული ღვინო, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამით უამრავი ადამიანი დასაქმება, სოფლის მეურნეობა ამოიწევს მაღლა. ადამიანური რესურსიც ის ევროპაში რო არის ხალხი ქართველები დასაქმებენ. დღეს ქართული რესტორანი ქვია და შეხვალ და ქართველი კი არ მუშაობს. ტაჯიკები აცხობენ იმას, რა ქვია ხაჭაპურს და ხინკალს. პირველი რო შევდივარ აქ რესტორანში ვკითხულობ, ვინ არის მზარეული. რომ მეტყვიან ტაჯიკი, არავითარი პრეტენზიის არ მაქვს, მე ხა ტაჯიკების მიმართ რაღაცა კაცო ვისა, მაგრამ ეხა ქართველებს უჭერთ ხინკლის გაკეთება და ტაჯიკი გაგიკეთებ შენ და მე აი ხო შეიძლება ესეთი ბრენდი შევქნათ და ყველგან შევა ეს. იგივე სიტუაცია ბელორუსში, სხვათა შორის, რომ ყველგან პოპულარული ევროპაშიც ესე არის ქართული კერძების მიმართ არის მოთხოვნილება, ხვდებით? და ყველგან ხდება ფალსიფიცირება ღვინისაც, საჭმელისაც. ერთხელ კაცო შევედი ბელორუსში, მინსკში, რესტორანში ხო და ქართული რესტორანი ეწერა და ვიფიქრე ალბათ ეხა იმდენი ხალხი რო არის რესტორანში, როგორ შეიძლება ეხა ეს კარგი კერძები არ იყოს მეთქი და გამორიცხო, აუ ალბათ ეს მართლა კარგია, იმიტომ რომ სავსე იყო, აი იმას ნემს ვერ ჩააგდებდით. დავჯექი, შეუკვეთე ეხლა არც ისა ხინკალი, ისა მონატრებული ვარ ეხა საქართველოში რო აი 4-5 თვეა უკვე აღარა ვარ და აი რო რაც შეუკვეთე ის დავტოვე, პირი არ დამიკარებია, შეუკვეთე დავტოვე ის კერძები, იმიტომ რომ არაფერი უარგისი იყო სულ რა. უარგისი. ხო და უამრავი ადამიანი ქართული ახლა შედიხარ აი მაგალითად აი მაღაზიებია პიატიოროჩკა, პერეკროსტოკი, არის უამრავი კრასნაია, ბელაია და რავი ძალიან ბევრი აი ქსელები როგორც ჩვენთან ორი ნაბიჯი არის. არც ქართული ღვინო იყიდება, არც ქართული ჩაი იყიდება ისეთი როგორც უნდა იყოს. რაღაცა კი იყიდება, ისეთი მასშტაბებით არ არა, როგორიც უნდა იყოს. ჩაი მე პირადად არ მინახია, ქართული ჩაი, ღვინო კიდე შეიძლება სადღაც იყოს. ხო. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ აი ციტრუსი, ესე იგი, აი
ყველგან არის ეს ვაშლიმს ციტრუსხალი ყველა ციტრუსი ხა შეიძლება ბაზარზე იყიდებოდეს, მაგრამ ვერსად ვერ ნახავ ქსელებში ამას. თუ ნახავ ეს აფხაზური მანდარინი იქნება. ხო შეიძლება რომ აი ქართული მას შეუწყოთ ხელი რა. მე ადრე გურიაში ჩვენ მოსავალს რომ მოვიყვანდით ერთი მანდარინის მოსავალით ერთი სახლის ფული მოდიოდა ან მანქანას იყიდიდი კაცი და ყველა ესე იყო ვისაც დიდი ჰქონდა ბაღი მანდარინები დღეს ესე იგი ადამიანები ყრიან ამ ციტრუსს იმიტომ რომ კაპიკია ამის ფასი იმიტომ რომ სახელმწიფო არ უწყობს ხელს ვიღაცას კი გააქვს რაღაცა ეს ეხა ჩემოდის აქ მაგრამ ეს არის ძალიან მიზერული და რაღაცა ისეთი მითი მეთოდები ამ კუთხით ხო უნდა ვიმუშაოთ არა ჩვენ ეს მაგრამ შენ რო ელჩად სექციის ხელმძღვანელად წულაძეს დანიშნავ. აი რა რუსულ ქართულ ურთიერთობების აღდგენაზე არის ხალხო საუბარი. წულაძე რომელიც დიპლომატი არ არის, რომელსაც აჯდეიშვილის ხელის ბიჭი იყო და განათლების მინისტრად რო იყო რა გააკეთა. ეხლა რო ისე იმ დღეს კითხეს რომ აიო დიპლომატი, არაო დიპლომატი არ იყო, მაგრამ განათლების მინისტრი იყო და განათლების მინისტრი იყო კრამიტებს ამტრევდა ხო თავზე რა გააკეთა განათლების რამე დატოვა, რამე ისეთი გააკეთა თუ რა. არც განათლების მინისტრად არ ვარგო და არც ბოდიში იმათ ვარგია არაფრად და ამათ როგორ შეიძლება სექციის ხელმძღვანელად უნდა დავნიშნოთ ჩვენ აქ. და ამან უნდა რაღაცა რუსულ-ქართულ ურთიერთობების თემაში რამე უნდა ამან გარღვევა გააკეთოს. დღეს უამრავი პრობლემა აქვს აქ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ვინ რა უნდა გადაუწყვიტოს, რამე რომ მივიდეს აქ სექციაში, ვინმე რამეს ეთყვის თუ რა. დღესაც უამრავი ადამიანი ელოდება მოქალაქეობას, ეს საკითხი არაფერი არ იწვრის. არაფერი არ შეცვლა. მხოლოდ და მხოლოდ რაც არის მართლა და რასაც ვერ გავექცევით, ეს არის რომ თვითმფრინავები დაფრინავენ და ეს არის ეკონომიკური რაღაც ურთიერთობები არსებობს, კი ბატონო. მაგრამ ისიც როგორი ურთიერთობები ეცი საქართველოში ქართველი გლეხი ჯერ ამ ეკონომიკური ურთიერთობებით ნამდვილად ვერ ხეირობს. იმიტომ რომ ჩვენი პროდუქცია ვერ გამოდის ამ ბაზარზე. ვერ გამოდის. ეხლა მე აი შევდივარ მაგალითად პერეკროსტოკში, პიატიორაჩკაში, აი ქსელებში რომლებიც არის და იქ არის მაგალითად აზერბაიჯანული პამიდორი, კიტრი, არის სომხური, არის მაგალითად ეს აზიური, საქართველი არაფერი არ არის. ქართული არაფერი არ არის. ერთი პერიოდი ქართული მწვანილი, სამტრედიული მწვანილი შემოდიოდა აქ. ეხლა შეიძლება რესტორნებში შედის, მაგრამ ჩვენ აი, როდესაც დღეს ვლაპარაკობთ, რომ თბილისი თავკომბალა იმათ იქცა დედაქალაქად, ყველას არავის არ უნდა თბილისში ცხოვრება, მაგრამ რო წავიდეს რაქნას, აი ეხლა მეც მაქვს კარგა დიდი ბაღი მაქვს იმაში ვარიანში, სიმართლე რო გითხრა და სიამოვნებით მოვიყვანდი ვაშსაც იქ რაღაცას, მაგრამ მიყვარს, მე გურული კაცი ვარ, მაგრამ იქაც ვიყიდე მიწის ნაკვეთი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს მხარე, შემიყვარდა იმდენი ხანი რომ მუშაობდი, შემიყვარდა ეს მხარე და რა აზრი აქვს იმ ვაშში ხალხი ყრის იმ ვაშს და იმ ყრის იმ პროდუქციას, რა აზრი აქვს, აი მაინტერესებს. ან იმ მანდარინის მოყვანასაც რა აზრი აქვს და ამიტომაც როცა ფასი არ აქვს პროდუქციას, უკვე აი ეს რეალობა გვაქვს ჩვენ. ეს რეალობა გვაქვს და ეხლა ჩვენი აი ეს გულისტკივილი, ჩვენ აი ამას საუბარი ამ პრობლემებზე იმისთვის არ არის განსაზღვრული, რომ რაღაცა ვინმე ჩასაფრების პოზიციიდან ველაპარაკოთ, მაგრამ ამ ლაპარაკსაც რო არაფერი ის არ მოაქვს, შედეგი ამასაც ვხედავთ. უბრალოდ ეს არის იმის ბრალი, რომ საქართველოში დღეს იქცა პოლიტიკოსები, ტელევიზორის პოლიტიკოსები ყავს ჩვენ. ესე იგი დღეს ხალხი ხარობს იმაზე, ვინ რამდენ ლაიქს მიიღებს, ვინ რამდენი მაყურებელი უყურებს. ყველა გადასულია სტუდიურ მუშაობაზე. ჩართავ სტუდიაში ზიან, ჩართავ. ჯუკარია გასაგებია, მაგრამ ყველა დღე სტალინი ენატრებოდა ხალხს, რომ დაენახათ. იმიტომ უამრავი ადამიანი მიდიოდა წითელ მოედანზე, რომ სტალინი, ცოცხალი სტალინი ენახათ და ერთხელ მახსოვს აი ცენტრალური გაზეთის ერთ-ერთი რედაქტორი დაიბარა, რომ თქვენ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამ ბოლო პერიოდშიო ძალიან ხშირად იბეჭდება ჩემი სურათებიო და ის კაცი შეშინდა, რაც მეუნება ეს კაცი. სტალინი რო დაჯდეს, ყველა დღე რო დამჯდარიყო სტალინი ეთერში იმის მიმართაც რაღაცა შეიძლება აღარ ყოფილიყო ის განწყობა და კაცი ეხა არ ვიცი დღე დაღამე როზი ხარ ტელევიზორში და ყოველ დღე რა გაქვს, ეხა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი მეც ეხლა აურაცხელის არები რო შემოდიოდა
აურაცხელი მოთხოვნა იმაზე, რომ ჩვენ რაღაცნაირად გვეთქვა თქვენთვის სიმართლე, თანაც აქ ეხა რუსეთი ერთადერთი მართლა პიროვნება ვარ, ვინც ამ რუსეთიდან ვაწყობთ ჩვენ რაღაც გადაცემებს. ეს დღეს მე ვფიქრობ, რომ ვინ გააკეთა ის, რაც მე გავაკეთე. ერთადერთი ქართულ-რუსულ ურთიერთობების თემაზე ჩვენ ვიყავით, რომელიც ვლაპარაკობდით. პირველი რუსული გადაცემა, რუსულენოვანი გადაცემა 90-იანების ჩვენ გავაკეთეთ, მე გავაკეთე უბრალოდ და მე ვიყავი პირველი, არ მინახა ქება გამომდის, რომელიც წამოვედი აქ და თქვენ გთავაზობთ რეპორტაჟებსაც, გადაცემებს. და ამიტომაც არის, რომ ეხა რაღაცნაირად ეხა ადამიანს გიჩდება რაღაცა ამბიციაც, ხო, ერთმა მითხრა, რომ აიო, შენ ცოტა ხო არ ზედმეტად ხო. რას არის რეალობა, იმას ვლაპარაკობ, ამბიცია რა შუაშია, რაც არის რეალობა, რომ ადამიანი ამდენს რო აკეთებდა ისა, ეს არ უნდა თქვა და ამიტომაც არის, რომ ეხა გინდათ რომ ჩვენი გადაცემები იყოს და რომ მეკითხებით რომ იცით რა არის, როდის გახვალთ, სად იქნებით. დაგვეხმარეთ, დაგვიდექით გვერდში და გექნებათ ეს გადაცემები. თუ არა და დააჯდებით და უყურებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყვერებს ბოდიში და ერთ ადგილას მახაც იყრიან და დღე-დაღამე თან. და მე ესე იგი იმდენად ავანტყოფი ადამიანების რაღაცა სექტა შეიქმნა, ესე იგი ვინმე თუ რაღაცა რეიტინგულია გამოხდება ვიღაც არანორმალური გიჟი სულელი და ეს იმას იმიტომ აქვს ამხელა რეიტინგი რაღაცას იმაშვება რაღაცას ამაშვება ესე იგი არ ვიცი დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადამიანები იმას კი არ ფიქრობენ ხალხამდე მიიტანონ სათქმელი და რაღაცა პრობლემები გადაჭრან არამედ იმაზე ფიქრობენ მე რამდენი ლაიქი მაქვს მე რამდენი ადამიანი მიყურებს რა ვიცი მე ასე თუ გვინდა ჩვენ საქმის კეთება და ასე თუ გვინდა ჩვენ ქვეყნის გადარჩენა მე არ ვიცი ხა დავით აღმაშენებელს იმაზე რო ეფიქრა მე რაღაცა მგზნებარე სიტყვით მოუხიბლავ მაყურებელს იცით რა სიტყვა პასუხი ქართულ კაცს არ ეშლება და ჩვენ ნიჭიერი ვართ მაგრამ გავიგეთ კაცო საქმე ლაპარაკის ნაცვლათო კომუნისტებმა თქვენს ერთი კარგი ლოზუნგი წამოაყენეს და მეც ამაზე ვარ რომ ჩვენ თუ რაღაცა გვინდა და რაღაცა გვინდა გავაკეთოთ მარტო ეს ლაყბობა არ კმარა უნდა გადავიდეთ კონკრეტულ ურთიერთობებიდან გამოვიდეთ უკვე რომ გამოვიდეთ ხალხში გავიდეთ ერთმანეთის გაერთიანებაზე ვიფიქროთ დღეს ადამიანები დაყოფილი არიან ყველა ეხა ეს ნაცები კაცო ერთმანეთი ეზიზღებათ მაგრამ რაღაცა სიტუაციაში მაინც ერთიანდებიან ხედავთ რომ არა ეროვნულ ფლანგზე არის რამდენიმე ჯგუფი ერთმანეთი ეზიზღებათ ვერ იტანებს ბიჭო ისედაც ცითებზე ჩამოსათვლელი ხალხი ვართ და რაღაცა ხო შეიძლება შეკავშირება მოხდეს რაღაცა იდეის გარშემო გავიგეთ რომ არ გიყვართ ერთმანეთი ჯერ რატო არ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი ამდენი ზიზღი ამდენი ბოღმა ამდენი სიძულვილი და არ ვიცი რა რით ადამიანები ხარობენ სიამოვნებას განიცდიან დღე და ღამე ვინ უფრო მეტ გეზლ დაანთხებს და ამით მე ბედნიერები არიან რა რომ ვინ უფრო მე და ერთი ამ ხელისუფლების შეცდომა ისეთი დიდი რომ ამ სიძულვილის ენა რომელიც დღეს ჩვენ ესე გვესმის ამაზე რომ კაციშვილი არ ისჯება მე ერთ რამეს გეტყვით მეგობრებო რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ძალიან კონკრეტული ესეთი ჩანაფიქრები რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ ალბათ მინდა რომ წინასწარ არ გითხრათ ამის შესახებ იმიტომ რომ მე შემდგომში რაღაცა რამდენი წინასწარ თქვი იმდენი რაღაც არ წავიდა საქმე ჩვენ ექსკლუზიურ ინფორმაციებს, რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ რუსეთიდან და ჩვენ სათქმელს ვიტყვით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაფინანსებს, პირადად მე არ მაფინანსებს. არც ბიზინა ივანიშვილი არ მაფინანსებს, არც რუსეთი არ მაფინანსებს, არც ნაცები არავინ არ მაფინანსებს მე. მე გეკუთვნით მე მხოლოდ და მხოლოდ ვარ თქვენი ქვეყანა მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ სადარაჯოზე საკუთარი მე ვარ ქვეყნის სადარაჯოზე და მინდა რომ ამ ქვეყნის სადარაჯოზე დავრჩე კიდევაც იმიტომ რომ ვატყობ თქვენს ეს ყველაფერი ქსიამოვნებთ. მე არ მინდა რომ მარტო მშრალი საუბარი იყოს, გვინდა რომ იყოს რეპორტაჟები, გადაცემები და ამისკენ ვართ რაღაცნაირად მომართულები. მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ
და ერთი რამე გისურვოთ, რომ მაინც ნუ იქდებით ესე პესიმისტურ მდგომარეობაში, ჩვენ ესე გაგვაჩინა ღმერთმა, რომ ჩვენი გარკვეული გეზი და ჩვენი გარკვეული ამოცანა და მოვალეობა არის მუდამ ბრძოლა. ქართველი კაცი არასდროს არ ჩაუგდია ქარქაში ხმალი და დღესაც აი ამ კუთხით უკვე სხვაგვარად გვიწევს ბრძოლა. კარგად ბრძანდებოდეთ.